პროკურატურას ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გააგრძელოს. მოკლული გიგა ავალიანის დედამ, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა დღეს საგამოძიებო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენეს. ეკა კუპატაძე საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს. მოდით ესე ჩემი გიგას მოსწავლის დედები უნდა ნახოთ ხალხო. აი გიგას მოსწავლების დედები. ეს არის გიგას მოსწავლე. აი ეს არის გიგას მოსწავლე. აი ასეთი ბავშვები ყავს გიგას. მოკლული მასწავლებლის ოჯახი დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გასამართლებას და დასჯას მოითხოვს. ამბობენ, რომ მომხდარი ჯგუფური მკვლელობა იყო და არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რითიც ერთ პირს ბრალი აქვს წაყენებული. დღეს ოჯახი პროკურორს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. პროკურორ ლუკა გამკრელიძის სიტყვებს უბრალო საქმე იყო, რომ არ გეწვირათო, რადგან ასე მოიხსენია დატოვა ლუკა გამკრელიძემ. დიახ, დიდავალიანი სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამას ასე უბრალოდ არ დავასრულებ. დაგვიბარა ქალაქის მთავარმა პროკურორმა შეხვედრაზე არ შეგვიშვა ტელეფონებს იტოვებდნენ. ვერ ვენდობით და ტელეფონები ვერ დავუტოვეთ. უთხარით რომ გამორთულ მდგომარეობაში გვექნებოდა გვერდზე დადებული. მაგრამ არ მიგვიყეს. ზარავს ეს უბედურება და განადგურებს. როგორ შეიძლება რომ ბავშვები შეიკრიბოს და ადამიანის განადგურება დაგეგმონ? ეს ხო უბედურებაა ხალხო. ამაზე დიდი უბედურება საქართველოში რა უნდა მოხდეს? პროკურატურა საქართველოს თხოვს პასუხს, ხელისუფლება საქართველოს თხოვს პასუხს და არა გიგა ავალიანის ერთი ოჯახი. დაზარალებული უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე გაყალბებულია, რაშიც კერძო ინტერესები იკვეთება. არ გამორიცხავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართონ. ამ ქალბატონს ემალებიან, იმიტომ რომ დასამალად აქვს საქმე. იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები სავარაუდოდ გააყალბეს. რაც სისხლის სამართლის საქმეში სიყალბეა არ უნდა ვთქვა ჩვენ ამის შესახებ. მე მახსენდება სწორედ აქ ჩემმა კოლეგამ ბატონმა ზაზამ ისაუბრა გირგულიანის საქმეზე. აქაც მახსენდება და პარალელების გავლება შეიძლება იმით, რომ ფაქტიურად გარკვეული სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე და ნების არარსებობიდან გამომდინარე შეთანხმებულია თითქოს საგამოძიებო სისტემა, რომ საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება და არ აღდგეს სამართლიანობა. პარალელურად საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალი, რომელიც დაკავებულებს წაუყენეს, მოპოვებულ მტკიცებულებებს შეესაბამება. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა სამართლებრივი სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრა იმ მოცემულობით რის საშუალებასაც ამ შემთხვევაში აძლევდა მტკიცებულებებს და ის მტკიცებულები, რომლებიც მოპოვების შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოები. ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დასაკვირველია ერთის მხრივ უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ამავდროულად მათ შორის დაზარალებულთან არის ინტენსიური კავშირი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და სხვა გარემოებთან დაკავშირებით. ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე სულ 4 პირია დაკავებული, მათგან 3-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთს კი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. იმის გამო, რომ ბრალდებულები არასრულპლოვნები არიან, პროცესი დახურულია.